მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს. დღეს არის მეოთხე კვირა და დღევანდელ, ასე ვთქვათ, ლექციაში ჩვენ განვიხილავთ ლუპებს. დღეს შევეხებით for loops, შევეხებით while loops და ასე ვთქვათ, შევეხებით კიდე switch case-ებს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ნუ ცოტა კავშირში არის if else-ებთან რა. კაი, მოდი ჯერჯერობით, ეხლა მე რასაც ვიძახი, თქვენთვის რა თქმა უნდა გაუგებარია, რას ნიშნავს loop-ი, რა არის while-ი, რა არის for-ი, რა არის switch case-ი, ეგენ ყველაფერი ეხლა გავიაროთ ერთად. ძალიან კარგად. მოდი პირველ რიგში ეს გავტესტოთ, რომ სწრაფად იმუშაოს. ხო, გატესტილი მქონია. კაი. მოდი ეხლა ესეთი კითხვა დავსვათ რა. აი ჩვენ ვისწავლეთ წინა ლექციებში, რავი, ეკრანზე შედეგის გამოტანა. ვისწავლეთ if else-ები, ვისწავლეთ model-თა ტიპები. მაგრამ აი მოდი ესეთი კითხვა დავსვათ, რომ აი დავუშვათ მინდა რომ რაღაცა მონაცემი რამდენჯერმე გამოვიტანო ეკრანზე. აი მოდი პირობითად ორჯერ. დავუშვათ ორჯერ მინდა რომ დაიპრინტოს hello world. ნუ რა შვები, ხო? პირველ რიგში სანამ ხა სხვა რაღაცები ვიცი, ნუ რავი, მეხუთე ხაზზე ხო არის ეს hello world-ი? და ერთხელ თუ გამომიტანა, პარე მოდი ხა ამას დავაკოპირებ. კიდევ ერთხელ ჩავსვავ. ცოდე? ამას. და რავი, ორჯერ თუ მაქვს ხა და რო გავუშვებ. დაიპრინტება ორჯერ hello world-ი. კაი. ეს ამასანა გავაკეთეთ. რავი, ხუთჯერ თუ მინდა? რა პრობლემაა? დავაკოპირებ ამას კიდევ ერთხელ. ამ ორს ხო დავაკოპირებ, ეს იქნება 4ჯერ და ნუ ერთს წავშლი. აჰა. გამოვა 5ჯერ hello world-ი, ხო? გავუშვათ ამ მონახოთ? აჰა, 5ჯერ დაიპრინტა hello world-ი. კაი, 10ჯერ თუ მინდა? ვაჰ. თუ მაქვს საშუალება, ავიღებ და დავაკოპირებ ამას კიდევ ერთხელ. გავუშვათ? 10ჯერ დაპრინტა hello world. თუ დაინახავთ, ეს 5 და ის დანარჩენი 5. ჯამში გამოვიდა 10. მაგრამ მე თუ მინდა რომ 100ჯერ დავპრინტო და აქ არის უკვე ესეთ კითხვა რომ რავი მე ხელით უკვე ვეღარ ჩავწერ ესე ხო არ დავაკოპირებ ბევრჯერ. ანუ და როგორც კი მე ეგრე დავაკოპირებ, ყოველთვის გამოჩნდება რაღაცა რაოდენობა, რომელიც დაპრინტვაც შეიძლება მჭირდებოდეს. 1000ჯერ, 5000ჯერ, 10000ჯერ დაპრინტვა სიტყვაზე. ნუ ეგ ძალიან არარეალურია, არაერობად ჟღერს რომ მაგდენჯერ რაღაც მომიწიოს, მაგრამ აი დავუშვათ ეს არის რა ქვია. დავუშვათ მინდა დავებარეგეთ. ხო? ანუ ეს ხელით დაპრინტვა მე ვერ გამომადგება. ამისთვის აუცილებლად რაღაცა ხელსაწყო უნდა იყოს პროგრამირებაში, რომელიც დამეხმარება რომ დავპრინტო და ასე ვთქვათ, შედეგი დაპრინტოში ყოველთვის გულისხმობს შედეგის გამოტანას, ანუ console write lines. შედეგი გამოვიტანო იმდენჯერ, რამდენჯერაც მე სურს. და ამაში მეხმარება loop-ი. ანუ აი ესეთი რაღაცა ქვია. loop. შეგვიძლია პატარასოდ დავარქვათ ეს loop. loop-ი. და ეს loop-ი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ითარგმნება, ანუ ციკლისავით რა, ანუ რაღაცა პროცესი, რომელიც შეიძლება უსასრულოდაც კი წავიდეს. ანუ loop-ი, ანუ რაღაცის გამეორება რამდენჯერმე. და ანუ ასე ვთქვათ, მოდი თან სინტაქსად განახებთ და თან, რა ვიცი, გავიაროთ ერთად რა როგორ კეთდება რა. ესე იგი, სიტყვაზე, მოდი დავალება იყოს ესეთი რაღაცა, რომ დავუშვათ 5ჯერ გამოვიტანოთ შედეგად hello world. აი 5ჯერ. ეხლა როგორ ვიწყებ წერას? როგორია სინტაქსი ამ loop-ის? და loop-ი არის ორნაირი, ესე რომ შევხედოთ რა, ძირითადი. ეს არის for loop-ი და while loop-ი. ნუ ძირითადად ეს ორი loop-ია. ანუ for loop-ი და while loop-ი. ჯერ for loop-ს ავხსნი, მერე გადავალ while loop-ზე. და გავივიდით ერთად რა განსხვავებაა მათ შორის. მოდი პირველ რიგში დავწეროთ for loop-ის სინტაქსი. როგორ იწერება?
წერ for-ს და ფჩხილს ვხსნი, ფჩხილს ვხურავ და აი ამ ფჩხილებში უნდა ვუთხრა ჩემ პროგრამას, რომ დავუშვათ 5 ჯერ მინდა რაღაცის მოქმედება. რაღაცა მოქმედება გავაკეთო 5 ჯერ. ეხლა აი, მოდი ცოტა ხანი პროგრამირებას შევეშვათ და აი ესეთ კითხვას დავსვავ, რომ აი დავუშვათ თქვენ გიდათ, რომ რაღაცა კონკრეტული საქმე აი დავუშვათ რაღაცა. დავუშვათ 5 ჭურჭელი გინდათ რომ დარეცხოთ. აი 5 ჭურჭელი. თქვენ ჯერ როგორ ფიქრობთ, ხო? ანუ წყალს რო რთავთ, ესე იგი 5 ჭურჭელი გქონთ დასარეცხი და რა ვიცი, ფიქრობთ, რომ ესე იგი ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს დასარეცხი. მერე პირველ თემთან მივდივარ, ანუ პირველ ჭურჭელთან მივდივარ და 5-მდე, ანუ 5-ის ჩათვლით დავრეცხავ და მერე შევწყვეტ მუშაობას. ესე იგი დავიწყებდი ამ შემთხვევაში პირველ ჭურჭელთან 1 2 3 4 5 და всё 5-ის მერე შევწყვეტდი რეცხვას, ხო? ანუ შევასრულებდი ამ შემთხვევაში მოქმედებას და აი შუაბრად გამოვიდოდა ის საქმე, რაც მე გავაკეთე, ხო? აქაც ზუსტად იგივენაირად უნდა გავაკეთო. ესე იგი ერთხელ უნდა დავპრინტო, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მეხუთეჯერ და შევწყვიტო. ანუ, ნახეთ რას ვამბობ აქ. მოდი ჯერ პირველ რიგში for-ზე სანამ გადავიდოდი. აი, როგორ ვიზავდი ამას for loop-ის გარეშე. აი, უბრალოდ შინაარსობრივად რო წარმოგადგენინოთ. პირველი იქნებოდა ესეთი რამე, რომ მოდი ცვლადში ავწეროთ რამდენი ანუ ცვლადში ავწეროთ ჯერჯერობით რამდენი ის მაქვს, რო ქვია, რამდენი შედეგად მაქვს, რამდენი hello world მაქვს დაპრინტული რა. მოდი დავწეროთ int, დავარქვათ i ცვლადი და უდრიდეს 0-ს. ანუ ჯერჯერობით არაფერი არ გამიკეთებია. ანუ ჯერჯერობით hello world-ი მაქვს 0 ჯერ გამოტანილი. ანუ არ მაქვს გამოტანილი ჯერჯერობით. რას ვიზავდი, ხო? დავპრინტავდი ამ hello world-ს. აი ესე. და უკვე ჩემ გონებაში ვიცი, აი ერთხელ უკვე გავაკეთე. და აი ეს i გახდებოდა ერთი სტოლი. გახდომა, ანუ ცვლადის შეცვლა, ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო ვისწავლეთ ორგვარად. ერთი არის რომ i უდრის i პლუს და მერე დავწეროთ ის რიცხვი, რაც მინდა რომ მივუმატო. მეორე დავწეროთ რომ i პლუს უდრის, აი ესე. და მესამე არის i პლუს პლუსი, ეს ჩვენ ვისწავლეთ, როცა არის საუბარი მხოლოდ ერთით ზრდაზე. და რა ვიცი, ჩვეულებრივ ცვლადის შეცვლა თუ მსურს, რა პირდაპირ დავწერე i უდრის 5-ს, მაგალითად 4-ს, ხო? ჩვეულებრივ ესეც შეგვიძლია, ხო? მაგრამ ეგეთი ცვლადის შეცვლა მე ეხა არ მჭირდება. მე მინდა უბრალოდ რომ დავითვალო, რამდენჯერ პრინტავ hello world-ს. მაგალითად, ჯერჯერობით, როცა ვქმნი ცვლადი, ჯერჯერობით არაფერი არ მქონდა დაპრინტული. დავპრინტე ერთხელ და i ან ჩემ გონებაში რა არის უკვე? ჩემ გონებაში ერთხელ უკვე დაპრინტულია. მეც იგი i უდრის, ანუ i ერთით გაიზარდა, ხო? ესე იგი მოდი i პლუსი დავწეროთ. ან i პლუს უდრის 1-ს, რა ვიცი, ან i უდრის i პლუს 1-ს. როგორც გაგიხარდებათ. შემგვიძლია i პლუს გამოვიყოთ, უფრო რაღაც მარტივია. ამის მერე ჩემ გონებაში ეს ხო უკვე ერთხელ არის, მერე კიდე დავპრინტავდი. მერე კიდე გაიზრდებოდა. მერე კიდე დავპრინტავდი. კიდე გაიზრდებოდა i. კიდე დავპრინტავდი. კიდე გაიზრდებოდა 1 2 3 4 ჯერ შესრულებული მაქვს. კიდე დავპრინტავდი. i გაიზრდებოდა. და ამის მერე შევწყვეტდი მუშაობას, ხო? იმიტომ რომ 5 ჯერ უკვე დავპრინტე. ესე იგი i ჯერ 0 სტოლი იყო, დავპრინტე, გახდა 1 სტოლი, იმიტომ რომ 1-ით გაიზარდა. მერე დავპრინტე კიდევ ერთხელ 2 სტოლი გახდა, 3 სტოლი, 4 სტოლი, 5 სტოლი გახდა და შეწყდა. ანუ ჩემი მუშაობა მე შევწყვიტე, უკვე მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შევასრულე ჩემი მოქმედება. ზუსტადაც. მე ჯერ უკვე აღარ მინდა. ესე იგი, ეხლა რას ვაკეთებ მე? ზუსტად იგივე რაც მე ხა ჩავწერე, ეს უნდა გავაკეთო for loop-ში. ესე იგი, წერ ესეთ რაღაცას. For
ფრჩხილებს ხსნი, ფრჩხილებს ხურავ. აქ ვწერ, რომ ჯერჯერობით, აი ჯერჯერობით int i უდრის 0-ს და სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, მაქამდე i ++. ანუ i ერთით გაზარდე და ფიგურულ ფრჩხილებს ხსნი, ფიგურულ ფრჩხილებს ვხურავ და აი აქ წერ მოქმედებას. Hello world. მოდი ახლა ეს კარგად გავიაროთ, აი აქ რა ხდება. ესე იგი, ცვლადის შევქმენი i, რომელიც უდრის 0-ს და სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, მაქამდე შემოდის აი ამაში, აი აქ შემოდის. კითხულობს console writeline hello world და ამის მერე ადის ზემოთ და i ერთით იზრდება. აბა გავუშვათ ჩვენი პროგრამა. ეს hello world არის, მე მგონი, ის hello world და მოდი ამას წავშლი. ეს არ გვინდა. აი გამოვა ახლა ამ შემთხვევაში რომ 5 ჯერ დაიპრინტა hello world. მაგრამ როგორ დაიპრინტა? მოდი ახლა ეს კარგად გავარჩიოთ, რა ხდება. ესე იგი, for loop-ში აი პირველი ფრჩხილების მერე პირველი მხარე, აი თქვენ დავაკვირდებით, რომ for loop-ი იყოფა, აი ეს ამ ფრჩხილებს შორის დავაკვირდეთ, აი მარტო ამას დავაკვირდეთ ჯერჯერობით. იყოფა 3 ნაწილად. ერთი არის ცვლადის შექმნა, მეორე არის შემოწმება ამ ცვლადის და მესამე არის გაზრდა ამ ცვლადის. ან გაზრდა, ან შემცირება, რა, მაგას მერე გავარჩევთ რა და როგორ. და ქვემოთ წერია ის მოქმედება რაც უნდა შესრულდეს. ესე იგი, მოდი ხა კარგად გავარჩიოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა. For loop-ი უნდა გავარჩიოთ ძალიან, ასე ვთქვათ, დეტალურად რა. ესე იგი, იქმნება ცვლადი i, რომელიც უდრის 0-ს, ესე იგი, ჩემ თავში არსებული ის ვითარება 0, და სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, აქამდე დაპრინტე hello world-ი და მერე i ერთით გაზარდე. ესე იგი, როცა პირველად დაიპრინტა, მოდი ესე გავაკეთოთ, ცოტა. ესე გავაკეთოთ. დიდი კომენტარი რო იყოს რა. ესე იგი, პირველ ჯერზე რა მოხდა? პირველ ჯერზე მოხდა ის, რომ i როცა 0-ის ტოლი იყო, შემოწმდა i ნაკლები არის 5-ზე, ანუ 0 ნაკლები არის 5-ზე. თუ 0 5-ზე ნაკლებია და რა თქმა უნდა ნაკლებია, მაშინ შემოვიდა აი აქ, დაპრინტა hello world-ი და i ერთით გაზარდა. ანუ პირველ ჯერზე რა მოხდა, ხო? ესე იგი, დაპრინტა და i გახდა 1-ის ტოლი. თავიდან ხო 0 იყო და გახდა 1-ის ტოლი. ეხლა შემდგომ ნახე რა ხდება, ეს for loop-ი რაღაცა ჯადოსნურ რაღაცას აკეთებს და ხელახლა იწყებს მუშაობას. ოღონდ განსხვავებით იმისა, რომ აი ამ ხას, აი ამას საერთოდ აღარ აკვირდება და ცვლადი რაც გვაქვს უკვე, აი იმასთან დაკავშირებით აკეთებს უკვე შემოწმებებს. ანუ i ხო უკვე 1-ის ტოლი არის და ეხლა ამოწმებს i ნაკლებია 5-ზე, ანუ 1 ნაკლები არის 5-ზე. თუ ნაკლებია 5-ზე, რა თქმა უნდა ნაკლებია, მაშინ დაიპრინტება hello world-ი, i ერთით გაიზრდება. ესე კიდევ ერთხელ დაპრინტა და i გახდა 2-ის ტოლი. მერე ისევ ზემოთ ამოვიდა, აი ისევ აი აქეთ ამოვიდა. ოღონდ აი ამას ყურადღებას აღარ აქცევს, ეგ წერილს თქვი, i ნაკლებია 5-ზე, ამოწმებს ახლა. i თუ ნაკლები არის 5-ზე, მაშინ შემოდის აი აქ, პრინტავს hello world, i ერთით იზრდება. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, 2-ის ტოლი იყო i და 2 ხო ნაკლებია 5-ზე. რა თქმა უნდა, დაპრინტა i გახდა 3-ის ტოლი. მერე კიდევ ერთხელ დაპრინტა i გახდა 4-ის ტოლი. იგივე მოქმედება ხო ხდება? მერე კიდევ ერთხელ დაინახა 4 ნაკლებია 5-ზე, თუ ნაკლებია, შემოვიდა ამ ფიგურულ ფრჩხილებში, წაიკითხა ეს hello world-ი და i ერთით გაზარა. ესე იგი, დაპრინტა და i გახდა 5-ის ტოლი. და ეხლა ნახეთ რა მოხდა. ხო, დაპრინტა. ეხლა შემდეგ ჯერზეც უნდა რომ გადმოვიდეს და ამოწმებს
5 ნაკლებია 5-ზე? იყო 5 სტოლი არის ხა. 5 ნაკლებია 5-ზე? თუ არის ნაკლები, მაშინ შემოდიო. მაგრამ 5 რადგან ნაკლები 5-ზე არ არის, რა მოხდა? აი ამან დააბრუნა მცდარობა, მითხრა რომ არ არის 5 5-ზე ნაკლებიო და for loop-მა აი ამ ჩემმა ხელსაწყომ მუშაობა შეწყვეტა. და რა მოხდა? რა მოხდა ის რომ დაიპრინტა 1 2 3 4 5. ანუ 5 ჯერ დაიპრინტა hello world-ი. 1 2 3 4 5. აბა ჯერჯერობით თუ არის რამე კითხვა? აბა არ გაქვს კითხვა? მაგალითად რა დავწეროთ i ნაკლებია ანტოლია 5-ზე. მაგ შემთხვევაში რამდენს დაპრინტავს? ხო, სწორი, მაგ შემთხვევაში დაიპრინტებოდა 6 ჯერ. იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ ხო დაიპრინტა. მერე i 5 სტოლი არის შეამოწმა, 5 ნაკლები ანტოლი არის 5-ზე? თუ არის, მაშინ შემოდი აი აქ და მერე i 1-ით გაზარდეო. ასე რომ 5 ნაკლები ანტოლი 5-ზე ხო დააბრუნა? ანუ სწორობა დააბრუნა. ანუ ჭეშმარიტება დააბრუნა. აი ამან. ამიტომაც შემოვიდა აი აქ, დაპრინტა hello world-ი და მერე i 1-ით გაზარდა. ანუ აქ მერე მოხდებოდა ის რომ დაპრინტა და i გახდა 6 სტოლი და მერე უკვე ხელახლა რო აპირებს 6 ნაკლები ანტოლი 5-ზე ვერ იქნებოდა და მერე შეწყვეტდა მუშაობას. გასაგებია. ოკეი. კაი, მოდი, ეხა რამე ხმაურობს, რაღაც კითხვა ხო არ არის? კაი. მოდი, ეხა აი კარგად, ეხა უფრო ცოტა თეორიულად რო შევხედოთ რა. მოდი, ეხა კარგად დავუკვირდეთ for loop-ში რა ხდება. პირველი, აი ეს მოქმედება. ეს მოქმედება ხდება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ. ერთხელ აკეთებს თავის საქმეს და მორჩა. მაგის მერე პროგრამა აი ამ ხაზს აღარ კითხულობს. ეს არის მხოლოდ ერთხელ. ჩვენ დავაკვირდით წეგან, რომ ცვადი როცა შეიქმნა i რომელიც იყო 0 სტოლი, მერე ხო ამოწმებდა i ნაკლები ანტოლია 5-ზე, თუ არის მოდი ნაკლები ანტოლობას წავშლი. იმიტომ 5-ი ამიდოდა დაპრინტო. i თუ ნაკლები არის 5-ზე შეასრულე მოქმედება და მერე i 1-ით გაზარდე. და ამის მერე ამას უკვე აღარ უყურებდა და აწი უკვე i რისი ტოლიც იყო, ხო 1 ტოლი იყო. მერე აქედან აგრძელებდა მუშაობას. ამიტომ ეს არის ერთხელ, ანუ ამას აკეთებს მხოლოდ ერთხელ. ცხოვრებაში. ასე რომ ეხლა ამას ვწერთ, ნუ i უნდრის 0-ს. ეხლა რაც შეეხება მეორეს. ეს მეორე ნაწილი დამოკიდებულია მხოლოდ ჭეშმარიტებაზე და მცდარობაზე. თუ კი მცდარობაა აქ, მაშინ შეწყვეტს მუშაობას და თუ კი ჭეშმარიტებაა, მაშინ შემოდის აი აქ და აკეთებს თავის საქმეს. ასე რომ აი აქ უნდა იყოს ჭეშმარიტება ან მცდარობა. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია i ნაკლებია 5-ზე როცა მიწერია მე. ზოგჯერ იქნება ჭეშმარიტება, მერე იქნება მცდარობა, ხო? ესე იგი, თუ კი 0-ს უდრის ჩემი i, მაშინ ცოტა ხანი, ანუ i 0-ის ტოლი იქნება i 1-ის, 2-ის, 3-ის, 4-ის ტოლი როცა არის, ამ დროს შესრულდება მოქმედება, ანუ 0, 1, 2, 3, 4. ეს ხო 5 ჯერ გამოვიდა, იმიტომ 0 დაიწყება, ხო? 5 ჯერ გამოვიდა. და მერე უკვე ანუ ამ დროს ყოველთვის true იყო, ანუ ამ დროს ყოველთვის ჭეშმარიტებას აბრუნებდა, მაგრამ როგორც კი i გახდა 5-ის ტოლი, 5 ნაკლებია 5-ზე რო დაინახა, დააბრუნა მცდარობა და სადაც მცდარობას აბრუნებს, იქ წყვეტს მუშაობას ჩემი for loop-ი. ამიტომაც აი for loop-ში აი ამ მეორე მხარეს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ კი აქ მიწერია true, აი true ეხლა რო დავწერო, უსასრულოდ გაეშვება. აი უსასრულოდ იქნება. for loop-ი არ წყვეტს მუშაობას იქამდე, სანამ i ნაკლები, ანუ სანამ აი აქ არ დაინახავს მცდარობას. ხვდებით? ასე რომ აქ რომ მე true მეწერო სიტყვაზე და სიტყვაზე i++ იგივე დავწეროთ, მოდი. i++ იგივე დავწეროთ, მოდი, i++. და აქ რომ დავწერო console white line hello world.
რა მოხდება იცით? ესე იგი, წეგნად როგორ გავარჩიეთ, ესე იგი, ცვლადი არის i, რომელიც უდრის 0-ს და ჭეშმარიტება არის, ესე იგი, სანამ ჭეშმარიტება არისო, მაშინ შემოდი აქ და ანუ შეასრულე მოქმედება და მე i1-ით გაზარდეო. ნუ ის i1 კი გაიზრდება, მაგრამ მე ისევ ბრუნდება, ისევ ჭეშმარიტება. ისევ შემოვა, ისევ i1 გაიზრდება, ისევ ჭეშმარიტება დახვდა. ისევ შემოვიდა, ისევ i1 გაიზრდა, ისევ ჭეშმარიტება დახვდა. ანუ უსასრულოდ მოქმედა ჩემი for loop-ი. ეხლა მე რო გავშვა ეს იმედი არ გაჭედავს. იმიტომ რომ შეიძლება დაწეროს, არ ვიცი, უამრავი. ნახეთ, აი ნახეთ, არ წყდება. ნახე, არ წყდება, ეხლა ნახეთ, ხო სკროლავ და არ წყდება, ნახეთ, ისევ იპრინტება. და ბოლოს გაწყდა, იმიტომ რომ ეს თავისი ის აქვს რაღაცა. ანუ უსასრულოდ რო არ გაჭედოს ჩემო პროგრამამ. ნუ ძალიან ბევრჯერ დაპრინტა და მე უკვე ეყოსო, გეყოსო. ხო. ასე რომ თუ კი დაინახა ჩემო პროგრამამ, ასრულებს მუშაობას უსასრულოდ. მაგრამ თუ კი false-ი დაინახა, false-ი თუ დაინახა, მორჩა მისი საქმე დამთავრებულია ამ for loop-ში, აღარასდროს აღარ შემოვა. თუ დაინახავთ ახლა, ეს console write lines არის უკვე ძალიან ისე ასე ვთქვათ, გამოკვეთილად არ ჩანს. და უკვე პროგრამაც ხედავს, რომ აქ რო false-ი არის, შანსი არა, ესე იგი, ის არის რა. განწირული ეს ჩემი for loop-ი. და ნახეთ, არაფერი არ დააბრუნა. იმიტომ რომ for loop-ში თვითონ აი აქ შიგნით, აი ამაში ვერ შემოვიდა. იმიტომ რომ აი აქ false-ი დაინახა და არა true. დავით, აქ გამომდინარე ამ მეორეს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოველთვის. აქ ასე რომ მაგალითად i ნაკლებია 5-ზე აი ესეთი მოქმედება. ნახეთ როგორია? პროგრამა ვერ ხვდება true არის ეს თუ false-ი. იმიტომ რომ გააჩნია ის. ანუ i როცა 0 არის, კი i ნაკლებია 5-ზე true-ა. ხო, ჩვეულებრივ იმიტომ 0 ნაკლებია 5-ზე. მერე i რო 1-ით გაიზრდება და 1 გახდება, 1 ნაკლებია 5-ზე, კი, ეგეც true-ა. 2-ზეც ნაკლებია 5-ზე, 3-იც, 4-იც, მაგრამ 5 აღარ არის ნაკლები 5-ზე. და ამიტომაც მანდ ჩნდება უკვე false-ი და მაგითო გამოდის პროგრამა. ასე რომ, აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი აქ. ეხლა მოდი მესამეზე გადავიდეთ. მოდი აქ დავწეროთ i ნაკლებია 5-ზე, უფრო გასაგებად რო იყოს. ეხლა მესამეზე გადავიდეთ. ეს არის increment-ი, ანუ მომატება ჩემი is. ან is ვამატებ 1-ს და რატო? ესე იგი, აქ აი ეს მოქმედება მჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ პროგრამას ვუთხრა, რომ მან იმ დროს თავისი საქმე გააკეთა და ერთით ნაკლები საქმის გაკეთება მოუწევს. ანუ, როცა i ნაკლებია, i უდრის 0-ს, ეს ხო ერთხელ სრულდება ცხოვრებაში. მერე i ნაკლებია 5-ზე, სვავს კითხვას, თუ კი ჭეშმარიტება ბრუნდება, შემოდის აი აქ დაიპრინტა ხელი ხო? და ამის მერე ნახეთ, ამოდის ზემოთ, აი ზემოთ ამოდის და წაიკითხავს i + i. აი ეს. ასე რომ ამ შემთხვევაში აი ეს i + i ასრულებს იმას, რომ is ერთით ზრდის და ეს მე მეხმარება იმაში, რომ პროგრამამ იცოდეს, რომ ერთი hello world-ი უკვე გააკეთა და i უკვე ერთი სტოლი გახდება. მერე ერთი შეედარება 5-ს. თუ ჭეშმარიტება დაბრუნდა, დაიპრინტა და i ++, ანუ i კიდევ ერთით გაიზარდა, ანუ i 2 გახდა. იმიტომაც ვrdi, რომ პროგრამამ იცოდეს, რომ უკვე ორჯერ შეასრულა მოქმედება. მერე კიდე გაიზარდა და მერე უკვე i როცა 5 სტოლის მიაღწევს, 5 ნაკლებია 5-ზე რო წაიკითხა false-ია ეს, ანუ აქ წაიკითხა false-ი და უკვე აღარ შემოვიდა არაფერში. უკვე შეწყდა მუშაობა. აბა ჯერჯერობით თუ არის რამე კითხვა. ვიკითხო? ოკეი, სპიკერში. აი. ოკეი, მაშინ გავახსოვთ. ესე იგი, ჩვენ თქვით,
რომ for loops ანუ ხო და ასე ვთქვათ, მე ეს რა დაგვაქვს ეს ამ ფრჩხილების მერე არის ფიგურული ფრჩხილები, აი ეს ფიგურული ფრჩხილები და ამ ფიგურული ფრჩხილების შიგნით იწერება უკვე ეს კოდი, რაც არის. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი ხაზით დაწერა შემიძლია. მე შემიძლია აქ ნებისმიერ რამე გავაკეთო კიდე. უბრალოდ, აი, თავარი იცოდეთ, რომ თუ კი აქ ჭეშმარიტება არის, შემოდის აი ამ ფიგურულ ფრჩხილებში და ამ ფიგურულ ფრჩხილებში რაც კი წერია, ყველაფერს შეასრულებს. და მე იცის ამ ჩემმა for loop-მა ზევით უკვე ანუ ისევ ხელახლა შესრულება. მოდი რაზე გადავიდეთ. ესე იგი ჩვენ შევხედეთ, რომ ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იქნება. ეს კაი მნიშვნელოვანია და ერთი დიზდება. მოდი ესეთი კითხვა დავსვათ. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ for loop-ი შედგება 3 ნაწილისგან. ანუ ჩვენ პროგრამას უნდა ვუთხრათ, რომ for loop-ში წერია 3 რაღაც. პირველი რაღაც, რაც ხდება მხოლოდ ერთხელ, მეორე ეს აუცილებლად true ან false არის და მესამე არის ეგეც, ანუ ეს სრულდება, როცა ამას შეასრულებს, მაშინ რო ამოდის ზემოთ პროგრამა და რო ასრულებს მოქმედებას. ხო? მოდი ესეთ კითხვას დავსვათ. ეს თუ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ კეთდება. მოდი ამას წავშლი რა. და თუნდაც ზემოთ რა ვიღო? რა პრობლემაა? ანუ ეხლა აქ როცა ანუ 3 მოქმედება რო არის 3 ნაწილისგან რო შედგება ჩემი for loop-ის ფრჩხილები, რითია მინიშნებული იცით? წერტილმძიმეთი გამოიყოფა. ეს კი პირველი მოქმედება, პირველი ეს არის და წერტილმძიმეს სვავთ. ეს კი პირველი მოქმედება ეს, მეორე ეს, მესამე ეს. ან for loop-ს ვუთხარ, სულ 3 მოქმედება. მაგრამ მოდი ეხლა ესეთ რამეს გავაკეთებ. აი აქ წავშლი ამას და აი აქ ვისაო. და რა მშლობა აქ? ცოდი ხომ შეიქნა, ცოდი შეიქნება i რომ ეწოდოს 0-ს. აქ არაფერს არ წაიკითხავს. აი ნახეთ, რას გულისხმობ ისი? აი აქ წერტილმძიმის მარცხნივ. აი აქ არაფერი არ წერია. ფრჩხილთან და ფრჩხილებს და ცოტა ისეთ რა ვიყო ნახეთ. აი წერტილმძიმეს, აი სადაც ხა მე კურსორი მაქვს რა. აი აქ არაფერი არ არის, ხო? აი ამას გამოტოვებს, ესე გამოტოვებს რა, ვერაფერს არ წაიკითხავს. ესე იგი 25 ხაზზე შეიქმნა ცოდი i რომ ეწოდოს 0-ს. მერე for loop-ი და for loop-ის მოქმედება დაიწყო. პირველი უნდა შეასრულოს აი ეს მოქმედება, სადაც არაფერი არ წერია ეხა ჯერჯერობით. მერე i თუ ნაკლებია 5-ეო, შემოდი აქ, შეასრულე მოქმედებაო. და მერე i ერთით გაზარდეო. i ხო 0-ის ტოლი არის აქ შექმნილი. i თუ 0-ის ტოლი არის, i ნაკლებია 5-ზე არის ჭეშმარიტება, შემოვიდა აი აქ, მერე i ერთით გაზარდა. ანუ არაფერი არ იცვლება ამ შემთხვევაში. საერთოდ არაფერი. უბრალოდ ამას ჩემი პროგრამა უბრალოდ ანუ ეს ხო ჩვენ თქვით რომ მხოლოდ ერთხელ კეთდება. მხოლოდ ერთხელ წაიკითხავს ამას და სულ მეჭი აღარ კითხულობს. მოდი აბა ესეთ რამე დავწეროთ console write line-ში, აი console write line. write line. ეს ერთხელ კეთდება. ნახეთ რას ვაკეთებ ახლა მე. ესე იგი for loop-ში მე თუ მივხვდი რომ აი ეს პირველი მხარე, აი ეს მხარე რაც არის მხოლოდ ერთხელ კეთდება. მე ხო შემიძლია ნებისმიერ რამე შევწერო. გინდა ცვადი შექმნა იქნებოდა წეღან, გინდა დავპრინტავ, გინდა სხვა რამეს ვიზავ, არ აქვს მნიშვნელობა რას ვიზავ. თავარი გაგებინოთ for loop-ის არსი, რომ for loop-ში პირველი მხარე იძახება მხოლოდ ერთხელ. და ეგ ან აქ რა იქნება მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ხვდებით? აბა გავუშვათ. ნახეთ რა მოხდა. ეს ერთხელ კეთდება hello world. ანუ ხუთჯერ დაპირდა hello world, ხო? ანუ რა მოხდა? შეიქმნა ცვლადი i რომელიც უდრის 0-ს. ამის მერე for loop-ში პირველი ეს წაიკითხა და დაიპრინტა. ეს ერთხელ კეთდება. ამის მერე შეამოწმა i ნაკლებია 5-ზე. თუ ნაკლები არის 5-ზე, მაშინ დაიპრინტა hello world-ი. ამის მერე ავიდა ზემოთ და i ერთით გაზარდა. ამის მერე
ნახეთ რა შეგვია. for loop-ი ხო ისევ მუშაობას აგრძელებს. ოღონ აი ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევს. ნახე, ეგ რო აქაც რო შემოსულიყო, მაშინ კიდევ ერთხელ დაიპრინტებოდა, ეს ერთხელ კეთდება. აი სადღაც დაიპრინტებოდა კიდევ ერთხელ, ხო? მაგრამ არ დაიპრინტა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ გაკეთდა და მორჩა. მერე კიდე შეამოწმა. I ნაკლებია 5-ზე? ანუ 1 ნაკლები არის 5-ზე? თუ არის, მაშინ დაიპრინტა. მერეც კიდე გაზარდა 1-ით. და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის მთავარია, რომ ცვლადი მქონდეს სადმე, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ დაითვალოს უბრალოდ რამდენჯერ მაქვს დაპრინტული Hello World-ი. აი ეს, I მიკეთებს მაგას. ოღონდ ვიწყებთ 0-დან. 0, 1, 2, 3, 4. ესე ვიწყებთ. ანუ რა თქმა უნდა, შეიძლება ესეთი კითხვა დასვათ. რატომ ვიწყებთ 0-დან? მოდი 1-დან დავიწყოთ. თუ ჩვენ ცხოვრებაში ვიწყებთ 1-დან, ანუ მაგრამ როგორ სიტუაცია იცი? ანუ 1-დან ვიწყებ, ანუ 1 სტოლი იქნება, შესრულდება მოქმედება, მერე მეორეზე გადავალ. 3, 4, 5, ანუ 5-ზე ავა, ჩემი I და მერე მე-6-ზე უკვე შეწყვეტს. ანუ მე-6 სტოლი როცა გახდება, მერე უკვე ეს false იქნება, ხო? მაგრამ აი 0-დან ვიწყებთ ჩვენ პროგრამირებაში ზოგადად ყველაფერს. იმიტომ რომ 0-დან არის ყველაფერი, ანუ 0-დან იწყება 0 და მერე 1 2 3 რაღაცა. 0 1 2 3 4 ჯამში მაინც 5 გამოდის. ასე რომ აი ეს ამას აი აქ რა გვეწერება მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ზოგადად ჩვენ ახლა ნორმალური ადამიანები რა თმიდა ახლა აქ რაღაცის დაპრინტვა, ან აქ რატომ მინდა რომ ეს ცვლადი მქონდეს. მოდი აი აქ შევქმნით ჩვეუბრალოდ ნორმალურად ცვლადს int I უდრის 0-ს. ჩვეუბრალოდ. მეორე მხარე, აი აქ აუცილებელია რა თქმა უნდა რა გვეწერება, true ან false-ი. ანუ ეს რა თქმა უნდა თარგმნის მერე ითარგმნება true და false-ში, ხო? იმიტომ რომ I ნაკლებია 5-ზე როცა წერია აქ, I რამდენიც არის, აი ეგ ნაკლებია 5-ზე რაც არის, შედეგად მიბნევს ან ჭიშმარიტებას, ან კიდევ ცდარობას. და აი ქვემოთ აი ეს, ანუ თუ ჭიშმარიტება შემოდის აი აქ, ჩვეუბრალოდ და მერე I 1-ით იზრდება. ეს. აი მესამეზე ყურადღება რო გაამახვილოთ, ანუ რაზე არის? ნახეთ, I 1-ით იზრდება. ანუ როცა პროგრამა აი ამას შეასრულებს, აი true თუ არის, ხო შემოდის აი აქ, შემოდის, შეასრულებს ამ მოქმედებას და აპრინტავს hello world და ამის მერე ადის ზემოთ და კითხულობს აი ამას. აი აქ რა მეწერება, მაგასაც მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ რო წავშალო, ეს პრობლემა არ არის. მაგრამ მერე რა კითხვა გაჩნდება, იცით? პროგრამას როგორ უნდა მივანიშნო მერე რომ I 1-ით გაიზარდა. და 1 სტოლი გახდება. ნუ მე ეგ შემიძლია აქაც დავწერო მაგალითად I++ სიტყვაზე. იმიტომ რომ თუ აი ეს მოქმედება შესრულდება, ან თუ ეს ნახეთ რა ვიძახი მოდი კონტროლზე უკან დავუბრუნებ. ეგ თუ ეს მოქმედება, ან თუ ამაში შემოდის და ამ ხაზს კითხულობს და მერე ადის ზემოთ და აი ამ ხაზს კითხულობს. რა მნიშვნელობა აქვს ამასა და მე რო აქ წავშალო და აქ რო დავწერო ეს. რა განსხვავება იქნება, ხო? მაინც დაპრინტავს კონსოლიდან hello world, I 1-ით გაიზრდება. და ნუ აქ აღარ წაიკითხავს უბრალოდ ამ ხაზს თორე. აქ იქნება ჩვეულებრივად, ხო? არანაირი განსხვავება შემთხვევაში არ იქნება. მაგრამ რავი, ჩვენ ანუ for loop-ის სტრუქტურა რადგანაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ for loop-ის სტრუქტურა ფრჩხილების შედგება 3 ნაწილისგან. პირველი არის, მოდი ესე დავარქვათ, ცვლადის შექმნა, აი ესე შევხედოთ, ცვლადის შექმნა, რომელიც დასაწყისში 0-ს უდრის. მერე მეორე არის უკვე ის ძირითადი რამე, რაც განაპირობებს for loop აი ამაში შესვლა არ შესვლას. და მესამე აი ამაში შემოდის მხოლოდ მაშინ, თუ კი აი ეს, ან თუ კი აი ეს შესრულდა. აი ამაში შემოდის, მორჩება თავის საქმეს, მერე I 1-ით გაიზრდება. და ესე იქნება, სანამ I არ მიაღწევს 5-ს. 5 სტოლი რო გახდება, მერე 5 ნაკლები 5-ზე იქნება false-ი და ვერაფერში ვეღარ შემოვა.
აბა თუ არის რამე კითხვა. აბა თუ მათხრათ იმედია გასაგები არის. დამეთანხმეთ რომ გაიგეთ რაღაც მაინც. აი, გასაგები. აი. და აი ესე for loop-ით მე შემიძლია რამდენიც გამიხადება, იმდენი დავაპრინტინო. გინდა 100 ავიღოთ. გავუშვათ? დაიპრინტება 100 ჯერ. აი რო გადათვალოთ ხა ეს 100 იქნება. გინდა 200 ჯერ, გინდა 300 ჯერ, გინდა 500 ჯერ. როგორც მე გამიხარდება. აი ეს ძალიან ბევრია, ხო? ასე რომ for loop-ი არის საშუალება იმისა, რომ შევასრულო რაღაცა მოქმედება რამდენჯერმე. ანუ ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება გულისხმობ, აი აქ რაც წერია ამ ფიგურულ ფრჩხილებს შორის შუაში. აი აქ რაც წერია, აქ მარტო ერთი ხაზი წერია, მე შემიძლია სხვა რაღაც დავწერო, სხვა რაღაცაც დავწერო მაგალითად. აი ჯამში აი ამ ფიგურულ ფრჩხილებს შორის არსებული კოდი რაც არის, აი ეს შევასრულო 200 ჯერ მაგალითად. და ასე შემდეგ. კაი. ეს არის ჩვენი for loop-ი. ახლა გადავიდეთ while loop-ზე. while loop-ი არის ესეთი რაღაცა. აბა გისმენ? როდის თან გადავალთ, მანამდე რომ მითხრათ, აი რაში შეიძლება რომ გამოიყენებოდეს ეს for loop-ი? რა მაგალითში გამოვიყენებთ? ანუ for loop-ის მიზანი არის, რომ რაღაცა გავაკეთო რამდენჯერმე. ანუ რაც გულისხმობ, იცი? შეიძლება დავუშვათ სიტყვაზე როგორ ავიღოთ? დავუშვათ 1-დან 100-მდე ყველა რიცხვი რომ დამიპრინტოს სიტყვაზე. ანუ 0-დან 1-დან დავიწყებდი 100-მდე იქნებოდა და დავპრინტავდი მაგ რიცხვს, ხო? ანუ დაიპრინტებოდა 1 2 3 4 5 6 7 8 9 რაღაცა 100-ის ჩათვლით, ან 100-მდე რა როგორც ჩვენ გსურს. მერე ჩვენ დავინახავთ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ტექსტის ყველა სიმბოლო დავპრინტო ცალ-ცალკე. ანუ ეს საშუალებას მაძლევს, ანუ რაღაცის გამეორება რამდენჯერმე საშუალებას მაძლევს. ანუ ეს შეიძლება ესეც გაიგოთ, რომ ესე იგი რაღაცის კონკრეტული შესრულება იმდენჯერ რამდენჯერაც მე გამიხარდება. და ეგ გახარება დამოკიდებულია აი ამაზე, true არის თუ false. კარგი. ანუ ეხლა ჯერჯერობით ესე ჩანს, რომ აი hello world პრინტავდა, აი რაში მჭირდება ეს hello world-ი, ხო 200 ჯერ დაპრინტო, ხო? ანუ თქვენ გსურთ რაღაცნაირად ეხლა პირდაპირ მიიღოთ ის კონკრეტული მაგალითი, მაგრამ მაგას მე ნელა დავინახოთ რა. შედეგად. კაი, ეხლა მოდი გადავიდეთ while loop-ს. while loop-ი არის ესეთი ტიპი, რომელიც რომელიც სინტაქსით, აი რომელიც გავს ძალიან for loops, ოღონ ცოტა განსხვავდება იმისგან, რომ while loop-ი ასრულებს მოქმედებას იქამდე, სანამ ეს არის ამის ტოლი. იდეაში for loop-იც იგივეს აკეთებს, უბრალოდ აი while loop-იც ცოტა განსხვავებული სინტაქსი აქვს. და როგორ იწერება? ესე იგი. დავუშვათ. იქნება ცვლადი i, რომელიც უდრის 0-ს. ხო, რაც შეეხება is. თქვენ რა თქმა უნდა ნებისმიერი ცვლადის სახელი შეგიძლიათ დაარქვათ, უბრალოდ რაღაც პროგრამირებაში ესეა მიღებული, რომ პროგრამისტები for loop-ში ყოველთვის is ვარქმევთ ხოლმე ცვლადს. ასე რომ ეს იცოდეთ რა. შეგიძლიათ ნებისმიერი სახელი დაარქვათ, მაგრამ is ვარქმევთ ხოლმე რა. ესე იგი იქნება ცვლადი i, რომელიც უდრის 0-ს და ესეთი სინტაქსი აქვს. სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, ჭრილი დაიხურა,
იქამდე დამიპრინტე hello world-ი და ამის მერე i1-ით გაზარდე. აქაც თუ დამოღებთ იგივე სინტაქსი, იგივე უბრალოდ შინაარსი. ესე იგი, იქნება ცვლადი i ერთხელ, რომელიც უდრის 0-ს. ამის მერე ამოწმებს სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, აქამდე შემოდის აი ამაში, დაპრინტე hello world-ი და i1-ით გაზარდე. ოღონდ ამას რო აკეთებს მერე, ისევ ზემოთ ამოდის და ამას კითხულობს. for loop-ის გავს ამ შემთხვევაში. ანუ for loop-ი და while-ის იდეაში თითქმის ერთ და იგივე რამეს ასრულებს. უბრალოდ, ასე ვთქვათ, while loops ესეთი სინტაქსი აქვს. while, ასე სანამ ეს არის ამის ტოლი, i ნაკლებია 5-ზე, აქამდე შეესრულე ესა და ეს. ეს არის while loop. აბა, აქ თუ არა მეკითხვა? ეს while-ით რო ერთ იმაში მოვაქციოთ, არ შეგვიძლია ერთ ხაზში? როგორც for loop-ი იყო. არა, აი განსხვავება ეგ არის რა. while-ში მხოლოდ ესეთი ის არის. while სანამ ეს არის ინაკლებია 5-ზე, მაგამდე ესენი შესრულდება. ესეთი ის აქვს. სინტაქსი. ოკეი. აქაც აი როგორც გაგიხარდებათ, ისე შეგიძლიათ გააკეთოთ. ოღონდ ნახეთ, ესე იგი, ანუ მე როცა მინდა 5-ჯერ რაღაცის დაპრინტვა, აი მე ესეთი მას ავიღებ, რომ მოდი ავიღებ სხვაც რომელიც 0-ს უდრის და აი 5-მდე რაც 5, ანუ 5-ჯერ დავაპრინტინებ. და უკვე i როცა 5-ის ტოლი იქნება, ანუ 0, 1, 2, 3, 4, ეს ხო უკვე 5-ჯერ გამოვიდა და მე i როცა 5-ის ტოლი გახდება, უკვე ეს ხო false-ია. და უკვე hello world აღარ დაპრინტავს. ანუ while-შიც ნახეთ, აი აქ while true-ს თუ დავწერ. ყოველთვის იმუშავებს და არასდროს არ გაჩერდება ჩემ პროგრამა. მაგრამ false-ი თუ მეწერება, მაშინ ასე ვთქვათ, პირიქით არაფერი არ შესრულდება. ეს while false console white line hello world. ანუ false შემთხვევაში საერთოდ ვერ შემოვა, აი აქ. მაგრამ true შემთხვევაში პირიქით, ყოველთვის იქნება. არ შეწყვეტს მუშაობას. აი ნახეთ? პირდაპირ. უსასრულოდ პრინტავს. ასე რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ სიტუაცია არის. აი მოდი for loops დავუბრუნდეთ რა. For loops მივუბრუნდეთ. მაგალითად, მე როცა მსურს 5-ჯერ რაღაცის დაპრინტვა, მე ხო 0-დან 5-მდე ვზრდი, მაგრამ მე შემიძლია პირიქით გავაკეთო. მაგალითად, ესეთ რამე გავაკეთო. for int i უდრის 5-ს. ანუ მოდი 5-დან დავიწყოთ. და სანამ i მეტი იქნება 0-ზე, მაგამდე დაპრინტე hello world-ი და i1-ით შეამცირე. ესე იგი, როცა 5-ის ტოლი იქნება i, წაიკითხავს 5 მეტია 0-ზე, თუ არის მეტი 0-ზე, მაშინ დაიპრინტა hello world-ი და ამის მერე i1-ით შემცირდა. გახდა 4-ის ტოლი. 4 მეტია 0-ზე, არის მეტი 0-ზე, შემოვიდა ამაში და მერე i1-ით შემცირდა. და ესე მიყვა, ანუ 5, 4, 3, 2, 1 ამ დროს, ამ მომენტებში ყოველთვის პრინტავს, მაგრამ 0-ის ტოლი რომ გახდა ჩემი i, 0-ზე მეტი ვერ იქნებოდა, ამიტომ აქ დააბრუნა false-ი, ანუ მცდარობა და აი აქ ვერ შემოვიდა. გავუშვათ? ნახეთ, ზუსტად იგივე მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩვენ
ზრდით გავაკეთებს თუ კლებადობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ჩემთვის თავარი არის, რომ აი ეს იყოს ხოლმე იმ მომენტებში ჭეშმარიტება, როცა აი მოიმთხოვს რა. ანუ ამაზე დამოკიდებული. შენ საიდან დაწევ, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ საჭირო დროს ეს true-ზე იყოს და საჭირო დროს false-ზე იყოს. ზუსტად while-ზე ზუსტად იგივე. აი აქაც დავუშვათ სანამ i სიტყვაზე აქ მე შემევლო დამეწერა i უდრის 5-ს და სანამ i იქნება მეტი 0-ზე აქამდე დაპრინტე i და i 1-ით შემცირე. რა თქმა უნდა შემცირება ახლა აქ ხო ეს უნდა დავკომენტარო, იმიტომ რომ ახლა აქაც i და აქაც i არის და მე უნდა რომ ერთ და იგივე სახელები არ შეიძლებაო. აქაც ნახეთ როგორ რაღაცა არის ანუ არ აქვს მნიშვნელობა. ანუ იწყება 5-დან და i თუ მეტი არის 0-ზე, მაშინ დაპრინტე და i 1-ით შემცირე. ხო, რაც შეეხება ანუ შემცირებას, ხო? ანუ აქ თქვენ როგორც ხნით ისე გამოიყენეთ. შეგიძლიათ დაწეროთ i მინუსი, შეგიძლიათ დაწეროთ i მინუს უდრის 1-ს, ანუ 1-ით შემცირება და მინუს უდრის 1-ს დავწეროთ, მოდი აქ და ესეც დავაკომენტაროთ. და მესამე გზა არის უბრალოდ ძალიან მარტივი, რომ i გახდეს i მინუს 1. ან i გახდეს i რაც იყო, მაგას მინუს 1. ზედა შემთხვევაში i მინუს ხმარობთ ხოლმე უფრო მარტივად ჟღერს რა. უფრო ლამაზიც არის. რაღაც ხუთით. მაგრამ ნებისმიერი გამოვიყენოთ გინდ ეს. კაი. აბა აქ თუ არის ჯერჯერობით რამე კითხვა. Discord-ზე ნახო. ასეთი ვიყავ, თუ გვინდა მაგალითად hello world-ის წინ დავუშვათ ციფრი. თუ რამდენჯერ დავტვით, ის როგორ გავაკეთოთ? აუ, ძალიან კაი კითხვა. ნახე. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? რამდენჯერ გავაკეთეთ, ხო? თუ რამდენჯერ დავწერეთ, ხო? ოკეი. მოდი გავაკეთოთ. ესე იგი. დავუშვათ აი ეს დავალება იყოს. აი ეს, ხო? ესე იგი. int i უდრის 0-ს, ინაკლებია 5-ზე ++ console writeline hello world. მოდი ახლა, აი ჩვენ ხო ვისწავლეთ აქ ესეთი რამის დაწერა, რომ ცვლადი შეგვიძლია აქ ჩავწეროთ. ესე იგი. მოდი ესეთ რამე გავაკეთოთ. აი აქ ჩავწეროთ ესეთი რამე. პირველი დაპრინტვა, ესეთი, ანუ დაპრინტვა, მეცადე, დაპრინტვა ნომერი და აქ გვეწეროს ის კონკრეტული. აქ ორი უდრის გვეწეროს. აქ გვეწეროს ესე რა. ანუ დაპრინტვა ნომერი 1-ის გულისხმობ, რომ ანუ პირველი დაპრინტვა იქნება, მერე მეორე, ან დაპრინტვა ნომერი არ მინდა ვაში. ხო, ანუ დაპრინტვა 1, დაპრინტვა 2, დაპრინტვა 3, დაპრინტვა 4, დაპრინტვა 5. ესე ხო მინდა რომ გავაკეთო. და მოდი ეგეთ რამე დავწეროთ. ესე იგი i როცა უდრის 0-ს, i ნაკლებია 5-ზე, ხო, ესე იგი 0 ნაკლებია 5-ზე ჭეშმარიტება დაბრუნდა, ხო, ესე იგი შემოვიდა ახლა აქ და უნდა დაეპრინტოს დაპრინტვა და იდეაში, აი მოდი რა ვქნათ, იცი? დაპრინტვა 1-დან დავიწყოთ. ანუ ჩვენ კი ვიცით, რომ ახლა 0-დან იწყება. აი აქ ჩვენი ის. და მოდი, რადგან მოდი ვცადოთ ეგ და დავწეროთ აქ i. ესე იგი, i მაგ დროს რისი ტოლიც იქნება. ესე იგი, როცა i უდრის 0-ს, ეს არის ჭეშმარიტება. ესე იგი, დაიპრინტა დაპრინტვა 0 2 წერტილი hello world. აი ნახეთ, დაპრინტვა 0 hello world, დაპრინტვა 1 hello world, დაპრინტვა 2, დაპრინტვა 3, დაპრინტვა 4. ან ეს ჯამში მაინც ხო 5 გამოდის 0-დან რო იწყება. უბრალოდ რადგან 0-დან ვიწყებ, ცოტა ლამაზად არ ჟღერს რა. მაგრამ მოდი ცოტა უფრო რო გავალამაზოთ. i + 1 დავწეროთ რა. უბრალოდ ჩვენთვის დასანახად. რა პრობლემაა? ესე იგი დაპრინტვა 1 hello world, დაპრინტვა 2 hello world, დაპრინტვა 1 2 3 4 5. და ესე შეგვიძლია ჩვენ რომ აი ეს i გამოვიყენოთ აქ.
i რადგან მაგ დროს 0-ია, პირველ ჯერში როცა i 0-ის ტოლი არის, i სანამ i ნაკლებია 5-ზე შემოვიდა აი აქ, ესე იგი დაეპრინტა, დაპრინტვა i + 1. მაგ დროს i ხო 0-ის ტოლია, ანუ 0 + 1 რა. ანუ დაპრინტვა 1, მე დაპრინტვა 2, 3, 4, 5. ზოგადად ეს უბრალოდ რომ ჩვენ მათემატიკურად ეს კარგად ჟღერს რა, რომ პირველი დაპრინტვა მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. აი მაგიტო დამას დამჭირდა აქ +1-ის დაწერა რა, რომ უბრალოდ, იმიტომ რომ რადგან 0-დან იწყება, დაპრინტვა 0 ცოტა ისე ჟღერს რა, არალამაზად. ულამაზოდ. და მაგას ჯობია რომ i + 1 დავწეროთ. გასაგებია? მას ის ფულის ნიშანი რა არის, ვერ გავიგეთ თუ ახსენით. ეს არის დოლარის ნიშანი არის, დაპრინტვა, ანუ კონსოლის იმას გამოხატავს. კოტე შეიძლება, ანუ შენ ლექციები შეიძლება სანახავი გაქვს, წინა ლექციები და მაგიტო. ანუ ეხლა ჩვენ ხო მეოთხე კვირაზე ვართ. და წინა ლექციები გაქვს სანახავი, იქ ხსნე ამ დოლარის ნიშანს. და ყველაფერს. იმიტომ რომ შეხო ახლა შემოგვიერთდი და მაგიტო. კაი. კითხვა ხო არ არის რამე? ნაბაგისმენთ? კაი. მოდი გადავიდეთ. ცოტა უფრო საინტერესო რაღაცაზე რა. აი ეს ლუპები, მე როგორც თქვი, არის ეს რაღაცის გამეორება რამდენჯერმე. რაღაცის გაკეთება რამდენჯერმე. აი მოდი ესეთი მაგალითი წარმოვიდგინოთ. ეს while სანამ ჭეშმარიტება არის თქო, ესე იგი სანამ trueა, იქამდე დაპრინტე hello world. ეს რას იზავს ხო? ეს იზავს იმას, რომ ჩემი პროგრამა ირბენს უსასრულოდ დაპრინტავს hello world. ხო? უსასრულოდ. მაგრამ აი იქნება რაღაცნაირად იყოს ხელსაწყო ამ ჩემი while-ის გაჩერების. აი რო გაჩერდეს და რო შეწყვიტოს. ანუ კი, ანუ ოღონდ როგორ იცი, true რომ ეწეროს აქ ისე. გაჩერება ჩვენ ნახეთ, რომ შეგვიძლია მაშინ როცა აი აქ true-ს მაგრად გვეწერება ისეთი რაღაცა, რომელიც true თავიდან იქნება, მაგრამ მე სადღაც შეწყვეტს მუშაობას. მაგალითად, როცა i ნაკლებია 5-ზე ვწერ მე, თავიდან ნაკლებია, კი ჭეშმარიტება, მე ჭეშმარიტება და მე საბოლოოდ ვცდარობამდე მივდივართ. მაგრამ აქ რადგან სულ true მიწერია, მასე ვერ, ანუ როგორ ვუთხრა ეხლა რომ გაჩერდი თქო. მოდი, აქაც აი დავალება გქონდეს, რომ აი აქაც 5 ჯერ დავპრინტოთ hello world. int i უდრის 0-ს დავწეროთ. ოღონდ საქმე იმაშია, რომ სანამ ჭეშმარიტება არის, ესე იგი დაპრინტე hello world და i 1-ით გაზარდეს ვწერ. ეს i უდრის i ++, ხო? i 1-ით გაიზრდება. ესე იგი i 1-ით გაიზრდება, ანუ სანამ i 0-ის ტოლი არის, შემოვიდა აი აქ, სანამ true არის თქო, დაპრინტა hello world i 1-ით გაიზარდა, მერე კიდევ ჭეშმარიტება დახვდა, კიდევ გაიზარდა, კიდე დაიპრინტა და კიდე გაიზარდა, 2, 3, 4, 5 და ეს i გაიზრდება უსასრულოდ. აი რომ ნახოთ სანამდე გაიზრდება. მოდი დავპრინტოთ აქ i. აი ნახეთ, დაინახოთ ახლა თქვენ რომ ნახეთ. არ წყდება. არ შეერდება მოგონი. აი ნახეთ, რამდენის არის ახლა i. ძალიან ბევრის, ხო? ვერც მოშვი. ხო, ანუ მუშავდება კიდე რა. აქთან გავამდინარე. ანუ მაინც არ გაჩერდა. i ++ დავწერე და მე მინდოდა რომ 5-ის მერე, ანუ 5 ჯერ მინდა დაპრინტვა. 5 ჯერ მარტო. ხუთჯერ ხოლმე. და i როცა 5-ის ტოლი იყო, საერთოდ არ გაჩერდა პროგრამა. იმიტომ რომ აქ მიწერია while true. სანამ აქ true მიწერია, იქამდე
ჩემი პროგრამა იტრიალებს, რა ვიცი. სამდეს ჩემი კომპიუტერი არ გაჭედავს და რა ვიცი, რაღაცა არ მოხდება. აქ დაგონდა მე ესეთი ხელსაწყო მაქვს, რომელიც მეხმარება, რომ გავაჩერო ჩემი პროგრამა. ოღონდ მოდი აქ თუ მეწეროს და ესეთი რამე დავწეროთ. რომ თუ i უდრის 5-ს, მაშინ გააჩერე. ხო ეგეთი რამე უნდა უთხრა. ისე თუ i უდრის 5-ს, მაშინ გააჩერე, იმიტომ რომ 0, 1, 2, 3, 4, ანუ 4-ზე შეასრულა მოქმედება, აი ეს მოქმედება შეასრულა 4-ზე. ამის მერე i++ დაინახა, ანუ i უკვე 5-ის ტოლი გახდა და ეხა უკვე აქ უნდა დავწერო, თუ კი i უდრის 5-ს, მაშინ დააბრეიქე. break. break არის ესეთი სიტყვა, ესეთი keyword-ი loop-ში, რომელიც განაპირობებს პროგრამის შეწყვეტას. სადაც კი breaks დაინახავს, იქ ასრულებს ჩემი while loop-ი მუშაობას. აბა გავუშვათ ახლა ეს ჩემი პროგრამა. hello world, ხუჯერ დაიპრინტა, ხო? ანუ i მაგ დროს 4-ის ტოლი იყო, როცა აი აქ არის, მერე i++ დაჭდა, ანუ i 5-ის ტოლი გახდა და მერე აქ ვამოწმებ, რომ თუ i უდრის 5-ს, გამოდი, while loop-იდან გამოდი. პროგრამას ბრძანებობ, რომ გამოდი. ეს break ესეთი ის არის რა, მაგალითად აქ პირველივე ხაზზე break რომ ეწეროს, არანაირი აზრი არ აქვს აი ამ ხაზებს და თქვენ დაინახეთ უკვე, იმიტომ რომ მკრთალია უკვე ეს. ნათლად აღარ ჩანს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ჩემი პროგრამაც ხვდება, რომ while-ში პირველივე ხაზზე რადგან break მიწერია, ესე იგი პირდაპირ გამოდის ამ while-დან და ამ ხაზებს საერთოდ აღარ აკვირდება. ასე რომ ეს break-ი ესეთი ხელსაწყოა, რომლითაც მე შემიძლია რომ გავაჩერო ჩემი while loop-ი ნებისმიერ დროს. და ამით თავიდან ვარიდებ ასე ვთქვათ, როგორც პროგრამირებაში არის infinitive loop-ი. infinitive loop-ი. ანუ უსასრულო loop-ი. ანუ უსასრულო ეს ციკლი და უსასრულო ეს პროცესი. აბა აქ თუ არის რამე კითხვა. შეიძლება თუ არა რომ კონსოლის აპლიკაციაში თვითონ ადამიანმა მომხმარებელმა უბრძანოს რომ გაჩერდეს და ისე რომ გააჩეროს თვითონ ამ კოდმა. ანუ მთელი ეს ყველაფერი რაც მიწერია ეს რო გაჩერდეს? თუ როგორ? ანუ while loop-ში გინდა გაჩერდება? ხო იდეალურად შურს წერს, ანუ უსაზღვროდ ანუ ძალიან ბევრჯერ ამოგდებს ან hello world. ხო და ხო შეიძლება რომ თუ შეიძლება მეთქი რომ ისეთ რამე შევიყვანოთ კონსოლის აპლიკაციაში ან რამე ცვლადი რომ უბრძანოს პროგრამას რომ გაჩერდეს თვითონ მომხმარებელმა. ანუ მე რო შევიყვანო რაღაც აი აქ. ამისთვის console readline დამჭირდება. თუ მაგას გულისხმობ. ანუ რას გულისხმობ, იცი? თვითონ პროგრამა ხო გაეშვა. აი ჩემი კოდი რაც არის, მაგასთან მიმართებაში ჩემი პროგრამა გაეშვა. აი ამ while-ში მე თუ რაღაცის შეწყვეტა მსურს, პირდაპირ შემიძლია break-ი დავწერო და შეწყდება ჩემი კოდი, საერთოდ. მე თუ მინდა კონკრეტულ მომენტში შევწყვიტო, აი ეს არის კონკრეტული მაგალითი. როცა i უდრის 5-ს, ამ შემთხვევაში შეწყვიტე. და აი შენ ამობრო მე რო რაღაცა შევიყვანო, აი აქ რაღაცა შევიყვანო, ხო? აი აქ. და უცბად რომ შეწყვიტოს პროგრამა მუშაობა. და მაშინ console readline დამჭირდება. ანუ ოღონდ ცოტა დასალაგებელია, ანუ როდის შევწყვიტო, ანუ დავუშვათ console readline-ი მაქვს, რაღაცა უნდა ჩავწერო და რაღაცა უნდა ჩავწერო რომ შეწყვიტოს, თუ როგორ? ანუ ეხა მაგალითად ეს შეიძლება ესეთი რამე გავაკეთო, რომ while true machine რაღაცნაირად
შეიძლება console readline-ით დავწერო, დავუშვათ string text უდრის console readline-ი. readline-ი. და შემიძლია ესეთ რამე, რომ თუ ტექსტი უდრის, მაშინ დააბრეიქი, ანუ if text-ის length-ი უდრის არ უდრის null-ს, მაშინ გაჩერდი. შეიძლება ესეთ რამეს გაკეთება, არ ვიცი. გაბონახოთ თუ გამოვა. ჯერ ანუ ეხა მაქვს ეს მაგრამ ანუ შენ ხო გინდოდა რომ თან ამას ემუშავა და როცა რაღაცას ჩაწერდი მაგ დროს გაჩერებული იყო და ალბათ ეგეთ რამე არ არის როცა გაგიხარდა ამ დროს რომ ჩაწერის დრო ჩაწერით რო ცქნა რა ქვია მაგრამ ეხა მე რომ ეს გავუშვა ამ შემთხვევაში თუ კი მე რაღაცას ჩავწერ უცბად გამოირთვება ეს while loop-ი გაჩერდება ну იდეაში არც დაწყებულა მაგრამ თავიდანვე while-დან გამოვა მაგრამ მე თუ enter-ს დავაწვევი ეხა პირდაპირ და არაფერს არ ჩავწერ მაშინ hello world-ი დაიპრინტა და ამერე კიდე აი ეს ხაზი წაიკითხა ანუ ცოტა ის არის ეს readline ცოტა აბნევს იმას პროგრამას იმიტომ რომ readline ხო საშუალებას მაძლევს რაღაცა ჩავწერო და მელოდება ეს როდის ჩავწერ რაღაცას და იქამდე არ იპრინტება ეს უსასრულოდ არ მიდის ასე რომ ცოტა ის არის ანუ აქ რა ხდება იცი while-ში რომ იწერია სანამ ჭეშმარიტება მაქამდე შეასრულე აი ეს კოდი თქო რომ ვამბობ ესე იგი while true წაიკითხა მერე string text-ის console line-იო ჩაუბრალოდ საშუალებას მოძებს რაღაცა ჩავწერო მერე if text არ უდრის null break-ი თუ არ და hello world-ი i++-ი ესე და მერე ხელახლა while loop-ი ხო ხელახლა მოდის აქ და მერე ხელახლა შექმნა SOI და ხელახლა მთხოვას ანუ ხელახლა მომეცა საშუალება რომ რაღაცა ჩავწერო ამიტომ ესეთი რაღაც არ გამოგვივიდა ჩვენ მე მგონი ვერც გამოვა რო არ დაგაიმედო ასე რომ თუ რამე ისეთი არის რითაც შემიძლია ეგეთანე გავაჩერო მე დავძებდი მაგრამ წეს დარგით არ უნდა იყოს თუ სწორად გავიგე შენი კითხვა დიახ გასაგებია ხო იმიტომ რომ ის არის ცოტა აბნევს იმიტომ რომ ეს readline-ი ამას ელოდება readline-ის ამ ეს ელოდება readline-ს სანამ მე რაღაცას ჩავწერ და აქამდე ეს hello world-ები უსაშუალოდ არ მიდიან ასე რომ ეგრე იყოს იდეაში არც გამოგვადგება ეგეთი რამე სიმართლე რომ გითხრა იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რასაც სწავლობთ ეხება აი ამ კოდებს რომელიცშიც მნიშვნელოვანი არ არის აი ეს console აპლიკაცია აი ეს აპლიკაცია არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენ მე გადავალთ ისეთ აპლიკაციების შექმნაზე სადაც აი ეს საერთოდ არ გვაქვს აი ეს ფანჯარა საერთოდ არ არის უფასურად არის მაგრამ საერთოდ არ ვიყენებთ ასე რომ დიდად იქ შეტანა ან უკვე გამოტანა და იქ რაღაცების ჩაწერა დიდად ძალიან მნიშვნელოვანიც არ არის ხო ეს არ გამოგვიდა ესეთ რამე მაგრამ საინტერესო იყო აი ეს break-ი ძალიან მაგარი ის რამე არის და თან ეს break-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ for loop-შიც კი აი მაგალითად ხო გვაქვს ესეთი რამე for int i უდრის null-ს და აქ მე წერა ხო თქვი რომ true კი თუ არის თქო true ყოველთვის იმუშავებს თქო აქაც შემიძლია იგივე რამე დავწერო დავუშვათ hello world-ით დავპრინტოთ რომ შევამოწმოთ რომ აქ რო true არის ყოველთვის იმუშავებს მოწოდე გაჭედა ჩემ აიმან აი ნახე უსასრულოდ მოქმედებს ხო ეს hello world მაგრამ მე თუ ეხა აქ ვეტყვი რომ თუ კი იმ უდრის 5-ს მაშინ break ოღონდ აი ეს აქ უნდა მეწეროს ეს დარიგით მოწოდე აი ეს აი აქ უნდა მეწეროს და ნახეთ რატო ესე იგი შეიქმნა იცვლადი რომ ეს უდრის 0-ს ჭეშმარიტება არის თქო ვამბობ და სანამ i უდრის 5-ს დააბრეიქე თუ i უდრის 5-ს დააბრეიქე ჯერჯერობით i 5-ს არ უდრის ცხადია შემოვიდა 76 ხაზზე წაიკითხა ეს hello world-ი დაპრინტა
მერე ისევ შემოვიდა ამაში დაპრინტა ესე, ანუ 0 1 2 3 4-ზე ჩვეულად შეასრულა, მაგრამ 5-ზე, აი 5-ზე როცა იყო, თუ კი i უდრის 5-ს გაჩერდით გვამბობ და გააჩერა პროგრამა. გავტესტოთ და მონახოთ. 1 2 3 4 5 და გავაჩერდ. მაგრამ ნახე, მე რო ეს ეს hello world-ი რომ აი აქ რო ყოფილიყო ეს hello world-ი. ამ შემთხვევაში ნახეთ რა მოხდებოდა. ესე იგი 0 1 2 3 4-ზე ხო ჩვეულებრივად მუშაობს და i როცა 5-ის ტოლი არის, მაინც კითხულობს ამ ხაზს hello world და ამის მერე ამბობს რომ თუ i უდრის 5-ს, მაშინ break და დააბრეიქებს, მაგრამ ეს ხო უკვე დაპრინტული მაქვს. და აქ გამოვა რომ 6-ჯერ მაქვს დაპრინტული. 1 2 3 4 5 6. ანუ ნახეთ რატომ? იმიტომ რომ 0 1 2 3 4 ეს ხო უკვე 5-ჯერ არის და აი ამ ხაზმა დაასწრო აი ამას, სანამ გასვლა უწევდა პროგრამას ამ for loop-იდან. ასე რომ ყოველთვის აი ეს უნდა მეწეროს აი ამის ქვემოთ, რომ იქამდე გავიდეს პროგრამა, სანამ ეს დაიპრინტება, აი ეს, მაგრამ შეიძლება სხვანაირად გავაკეთოთ, დავუშვათ აქ მქონდეს ზევი და აქ i უდრის 4-ს მეწეროს. იმიტომ რომ 0 1 2 3 4 და გავიდეს, ხო? ესეც შეიძლება. ანუ სანამ i უდრის, ანუ i როცა 0-ის ტოლი არის დაიპრინტა hello world-ი, i როცა 1-ის ტოლი არის დაიპრინტა, 2-ზეც დაიპრინტა, 3-ზეც დაიპრინტა, 4-ზეც დაიპრინტა, ეს ხო ჯამში 5-ია, 5-ჯერ არის. 0 1 2 3 4. და თუ i უდრის 4-ს, მაშინ დააბრეიქე და ჩვეულებრივად გავა. აქაც რო შევხედოთ, ზუსტად იგივე მოხდებოდა. აი ეს. აბა აქ თუ არის რა ვეკითხო? აბა შემოვიდი აქ. Fine. Okay. ესე. კი იმუშავებს, ოღონდ რა მოხდება, იცი? ანუ ეს ლიზა შე როგორ გიწერია, იცი, რომ 5-ის ტოლი თუ არის i, მაშინ ვეკითხები პროგრამას. ხო და იქ ესა, ასე ვთქვათ, იქ გიორგის ისე ქვია, კითხვა იყო, რომ აი უსასრულოდ დაიპრინტოს და როცა მე მსურს მაგ დროს გავაჩერო რა. ასე რომ ეს იმუშავებს მაშინ როცა i უდრის 5-ს. ანუ აი მოდი მოვიტანოთ ეს. და განახებ. აი ეს, ნახე როგორ რაღაცაა, სანამ ჭეშმარიტებაა, დაიპრინტეს hello world-ი და if i უდრის 5-ს, მაშინ და აი აქ ხდება რაღაცები. ხო? ესე იგი, გაჩერდეს პროგრამას ვეკითხებით, კონსოლიდან ტექსტზე, თუ ტექსტი უდრის yes, მაშინ break. და თუ არ და მაშინ ჩვეულებრივად აგრძელებს, ხო? ანუ ეს არის 5-ზე როცა არის რა, მაგრამ იქ მე მგონი წეგან გიომობდა რომ აი უსასრულოდ ხო იპრინტება და როცა მსურს მომდოს რომ გავაჩეროო რა. ნუ მე ესე გავიგე კითხვა. თუ გიო მიკითხა რომ 5-ზე შევეკითხო გაჩერდეს თუ არა პროგრამა, მაშინ ეს ძალიან კაი ვარიანტია. ანუ გავუშვათ თან ნახოთ. და გაჩერდეს პროგრამა და რავი ეს თუ დავწერ, მაშინ შემთხვევაში გაჩერდება. ეს ძალიან კაია. ანუ მე მეგონა რომ ან რაღაც სეტაპზე იყოს და მე გაჩერდესო და წესი უსასრულოდ არ ვიცი, მგონი არა როგორ. მე როგორ გავიგე, იცი რომ აი უსასრულოდ, ანუ აგძელებს მოქმედებას, აი უბრალოდ აგძელებს მოქმედებას, მე ვაკვირდები როგორ წერს hello world და უცბად რაღაცა რო ჩავწერო და მაგასო გაჩერდესო. მე ეგრე გავიგე კითხვა. რაღაცნაირად.
უცბად კლავიატურაზე რაღაცა ჩავწერო რა. როგორ? მეგობრებს. კიო, შენ ხმა ვერ გაგი, ხალხი მითხარი? ეგ კითხვა დავსვითხო, დიახ. ხო. ოკეი. ოკეი. ველოდებით კიოს. კაი. კაი. დის ძალიან საინტერესო ლექცია გამოგვივიდა. არ ველოდი ასეთ იმას ჩართულობას რა კუთხით რა. იმიტომ რომ თან მინდოდა თან უფრო მეტის ახსნა. და ეხა ვაკვირდები რომ ეგეც რო ავხსნა, შეიძლება ძალიან twin-ში ის იყოს არეულობა ძალიან ბევრი. ხო და მოდი ჯობია რომ ან დამატებითი ჩანაწერს ავტვირთავ, ან კიდე ხუთშაბათს მოდი ავხსნათ switch case-ები. switch case-ები დამოვიწყდა. case-ები. switch case-ები ავხსნათ. ძალიან მარტივი რამეა. და ამას და მე უკვე პრაქტიკული დავალებები გავაკეთოთ. ეგრე ჯობია. for loop-ებზე და while loop-ებზე. მე მგონი ეგეც ჯობია რა. კაი. აბა რამე კითხვა თუ აქვს მეგობრებო, გისმენთ? არა მოგერიდოთ. ანუ უკვე ცოტა ის არის რა, შევედით ღრმად. ეს for loop-ი არის ყველა პროგრამერების ენაში, საერთოდ. ეს არის პროგრამერების საფუძვლები. ყველა პროგრამერების ენაში არის for loop. while loop-იც. ანუ C# არ გამოირჩევა მაგით რა. ანუ ეხლა ჩვენ რასაც ვსწავლობთ ზოგადად, რაც ჩვენ გავიარეთ. ყველაფერი, ანუ ყველა ენაში არის იგივე რა, თითქმის. ასე რომ ესეც პროგრამირებას ეხება. პროგრამირების ნებისმიერ ენას. აბა რამე კითხვა თუ არა? აი. თუ გიკითხვა არაფერი არ არის. აბა გიოგისმენ? ეს წინა დავალებას განიხილავთ ვიდეოში და დავალება ხო იმ პატარა იმას ცალკე ავტვირთავ. წესით ხვალ. კარგით, მაგრამ ანუ რამდენიმე კვირა მაგას ავტვირთავ. პატარა ვიდეო, სადაც დავალებები არის განხილული. ანუ მაინც საწყისი, ანუ ცოტა უფრო სირთულეში რო შევდივართ, უფრო კარგია რომ გავიაზროთ. ასე რომ მაგასაც ავტვირთავ. როგორ ლიზა? სად არის ავტვირთული ის ვიდეო, რაც დავალებებს ეხება? ნახე, კონკრეტულ თავზე არის რა. აი მაგალითად ამაში რო გადავალთ. დავუშვათ მეორე თავზე იყო წინაზე. და აი ეს არის დავალებების გარჩევა, აი ეს მესამე თავზე. ანუ ეს ხო იყო პირველი. ეს იყო მეორე და ეს არის მესამე, ეს უკვე დავალებების გარჩევა. აღარ ცოტა ანუ როცა უკვე ერთი კვირა გასული იყო, მე ავტვირთე. იმიტომ რომ დრო ხო გქონდათ გასაკეთებლად. პირდაპირ არ ავტვირთე. კარგით, მადლობა. ოკეი. აი, სხვა კითხვა? კარგი. მოიცოდე? რაღაცას მიმოგენი, მაგრამ არ მგონი ამან იმუშაოს. სამჯერმარიტება შეიყვანე რიცხვი რომ შეიყვანეს 0 რომ შეჩერდეს. int parse უდრის console readline-ი. ხო, მაგრამ აქაც იმაშვები, რა ქვია, ელოდები რა, ანუ აქაც შენ ყოველ ჯერზე შეკავს. ანუ ის ისე ხო, ანუ ესე უსასრულოდ არ
პრინტავს რაღაცას. უსასრულოდ არ პრინტავს, ანუ შენ მაინც ელოდები როდის იმაშება. ამბოცა ეს while loop-ი აქ თავდება. აქ თავდება while loop-ი, ხო? წესდარიგით. აჰა. თუ არა, აქ იწყება, აქ ამთავდება. ცოტა ცუდად გიწერია აქ ისა. ოკეი. ოკეი, კარგი. While true ეს გაპარს. ხო, მაინც ნახე, როცა რაღაცა, დავუშვათ შეყავს, ხო? ინფორმაცია. დავუშვათ ნულის ტოლი თუ არის, მაშინ ხო აბრეიქებ. თუ არ არის ნულის ტოლი, მაშინ ხელახლა ამბობს, რომ შეიყვანე რიცხვი, ხო? და მე ხელახლა გაქვს შანსი რომ შეიყვანო, ძალიან ის არის რა, ყოველ iterაციაზე, ყოველ იმაზე შენ უნდა ჩაწერო. შენ ერთხელ არ გაწერინებს ამას, შენ გაწერინებს ბევრჯერ. რო გავტესოთ ახლა ეს. წესდარიგით ეგრე უნდა იყოს. ზეპირად როგორც ვნახე. დაიცადე. while loop-ი. any ეს. ხო ესე იყო. გავუშვათ. შეიყვანე რიცხვი 0 რომ შეჩერდეს, დავუშვათ 1 წერ. ნახე, კიდე ხელახლა იმაშვება რა. მე ცოტა სხვანაირად გავიგე, შენ დროს, სხვანაირად გავიგე რა, სხვანაირად იყო კითხვა, რომ მე მეგონა რომ სულ ეს უსასრულოდ ესე იმაშვება, იპრინტება რაღაცა და მე მინდა რომ ერთხელ ჩავწერო რაღაცა და დაბრეიქდეს. ხო და ეგრე არ არის, იმიტომ რომ აქ შენ ძალიან ბევრი გეკითხება. არ სრულდება შეკითხვები. ხოლმე ერთს თუ ჩავწერ, მე ეს შეწყდება. აბსოლუტურად ნულს. ეს. მიხდი ხომ? კაი, მაშინ სულ ეს იყო დღევანდელი ლექცია, მეგობრებო. შევხვდებით ხუთშაბათს. ხუთშაბათი ძალიან საინტერესო ლექცია იქნება. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ლექცია, ძალიან საინტერესოა for loop-ი ზოგადად და იმედი მაქვს ყველაფერი გაიგეთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, აუცილებლად შემეხმიანეთ და გავარჩიოთ ერთად მერე ან სამენტოროში, ან პირადში მოწერით, როგორც გაგიხარდებათ. მაშინ ხუთშაბათამდე მეგობრებო, აბა დროებით.